მოგესალმებით. მარიამ, ჩვენს კომპანიაში ყოველთვის უცნაური რამ ხდება. სულ. რატომ? იმიტომ რომ ასეთი დამფუძნებელი ყავს, ხო? თქვენი ენერგეტიკა ტრიალებს. დიდი მადლობა. რას ვაკეთებ დღეს მე და ქალბატონი მარიამი? ჩვენ ისეთ რამეს ვაკეთებ დღეს, რომელიც თერი ცხოვრების მანძილზე დაუვიწყარი იქნება ჩემი უმცროსი მეგობრისთვის, ბატონ ლუკასთვის. და რა ხდება დღეს? ჩვენ დღეს ლუკა რამდენი წლის ხარ? 14 წლის ლუკას ერთი თვე დღეს დამთავრდა, რომ ლუკა მათემოტორში მუშაობს. ჩვენ მას უთხარით, რომ როცა დრო ექნებოდა მოსულიყო, ლუკა მოდიოდა 1 საათი, 9 საათი, 2 საათი, 3 საათი და იყო ჩვენთან. შეგვაყვარა ყველას თავი და ლუკას დღეს გადაეცემა ხელფასი. და ვინ გადასცემს? ქალბატონი ნათია, კომპანიის მთავარი ბუღალტერი. აი ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია, პულსაც ვინ გადასცემს? მთავარი ბუღალტერი, ქალბატონი ნათია, ულამაზესი გოგონა დღეს პულს ხელფასს გადასცემს ლუკას. და ესეთი ვარიანტი ყოფილა. ლუკას ერგება მისი ნამუშევარი 600 ლარი. ახლა გადავცეთ ჩვენ 600 ლარი ლუკას. ლუკა, შენ პირველთვის ხელფასი გამოიმუშავე, გთხოვ ხელი მომიწერე, რომ ხელფასს გადმოგცემ შენს გასამრჩევლას, აი აქ მონიშნულ ადგილას. და ლუკამ დღეს პირველი ხელფასი მიიღო, რომელიც მის ცხოვრებაში არასდროს არ დაიწყება და იცურებ წარმატებას. ახლა ნახოთ რეალურად არის თუ არა ფული შიგნით. რა ვიცი, მე ბუღალტრებს არ ვენდობი, ხო მარი? ამიტომ უნდა გადავამოწმოთ რეალურად არის თუ არა. 2 3 4 5 6. ეს კარგი ხელფასია. ლუკამ 600 ლარი ხელფასი მიიღო. მაგრამ და მარიმ ვიფიქრეთ და ვთქვით, რომ მოდი ბონუსის სახით კიდევ დაუმატოთ 400 ლარი და გავხადოთ 1000 ლარი. ხოლო ლუკა, ეს არის შენი ბონუსი